გამარჯობათ მეგობრებო, მინდა გამოვეხმაურო ფაქტს ძალიან სასიხარულოს ვიტყოდ, თან შეფასებასაც გავაკეთებ, იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაანონსა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა არის მიღწეული. მათ შორის ასეთ პრეისტორიას მოგიყვებით, რომ როდესაც მიდიოდა მათ შორის ესეთი მოლაპარაკებები, განაცხადა ირანმა, რომ თუ არ იქნებოდა მის მიმართ გასროლილი ან ავიაცია გამოყენებული, ან აგრესია გამოვლინებული ნებისმიერი ფორმით, იმ შემთხვევაში ის პასუხს არ გაცემდა საომარი წესით მოწინააღმდეგე ქვეყნის პასუხს. თბილისის დროით 8 საათზე შევიდა ძალაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. მთავარია, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გააჩერებს ეს ამბავი. ისე რაც შეეხება ამერიკის განხორციელებულ დაბომბვას და ზოგადად ამის ძალიან და ახლაც გავიმეორებ, ძალიან არაპროგნოზული იყო და შედეგზე გაუთვლელი. ფაქტი ერთია რა, ალბათ მისი ცხოვრების ისტორიაში პირველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა არმიამ პასუხი არ გასცა მასზე შეტევის გამხორციელებელ ძალას. საუბარი მაქვს, როდესაც დაიბომბა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, მათ შორის ერაყში და სხვაგან ირანის ბალისტიკური რაკეტებით. თან რა იყო, იცით, უნდა ითქვას ეს, რომ ეს არ იყო ტიპიური საომარი სიტუაცია, აქ იყო ძალთა დემონსტრირება, იმიტომ რომ აშკარად არ იყო გამოყენებული მოულოდნელობის პრინციპი, რაც არის უმთავრესი, რაც ისრაელმა გაუკეთა ირანს, რომ მოულოდნელად დაესხა თავს. ომში ამას აქვს ძალიან დიდი ეფექტი და ირანმა, როდესაც იყენებდა ამ იარაღს ამერიკის არმიის წინააღმდეგ, წინასწარ გააფრთხილა, რომ აკეთებ შეტევას. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ თუმცა შეეძლო, რომ გამოულოდნელობის პრინციპი გამოეყენებია და გაესროლა ისე და ვერავინ ვერ იტყვის, გესმით? როდესაც მოულოდნელი ხარ, არ იცი, 10,000, 20,000 კაცი გყავს ბაზაზე და ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა კი მუშაობს, მაგრამ 100% გარანტიას ვერავინ ვერ გაძლევს მაშინ, როდესაც ბალისტიკური რაკეტები მოძრაობს 15 მახის სიჩქარით. ეს არის აეროდინამიური სისწრაფე, 1 მახის სისწრაფე არის 1300 კილომეტრი. ამიტომ ამით უბრალოდ ძალის დემონსტრირება გაუკეთეს, დაანახეს, ეუბნებიან, რომ ძალა გვაქვს, შეგვიძლია და რაც მთავარია, ვართ სახელმწიფო და გაგვაჩნია ჩვენი სახელმწიფოებრივი სიამაყე. და მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ქვეყნის არმია იქნება, დამარტყი, მოვდივარ დაგარტყამ რა. ალბათ ეს მიტო გააკეთეს, რომ მისი საზოგადოების თვალშიც ყოფილიყვნენ გამართულები და ფაქტი ერთია რა, ნებისმიერი სახელმწიფო მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებოდა მოწინააღმდეგე. ამას გააკეთებდა, იმიტომ რომ ნებისმიერი არმიის მიზანი ის არის, თუნდაც სიკვდილის ფასად ბრძოლის ველზე შეინარჩუნოს ღირსება. ხა ქართულ მხარეს და საქართველოს ამას ვერ აუხსნი, იმიტომ რომ ემად არც ბრძოლის ველზე არა აქვს ღირსება და არც ბრძოლის დროსაც სხვათა შორის წაართვეს ჩვენს ჯარისკაცებს იმის უფლება ღირსეულად დაედოთ სიცოცხლე იქ. და უარესი მოხდება აქ და გეუბნებით რა, რასაც ვამბობ, ძალიან კარგად მესმის. იქ ცალკეული გამონაკლისები რაც იყო შინდისში და გინდათ ანწუხელიძემ ეს პირადი პერსონალური სიმტკიცის გამოვლინება იყო თუ არა, როდესაც წაგართმევენ თავდაცვის უნარიანობას და ხარ ჯარისკაცი, ამაზე დიდი ღალატი არ შეიძლება არსებობდეს. თუმცა რაც შეეხება რომ დაუბრუნდეთ მოვლენებს, ხო, მე კიდე მიმაჩნია, რომ ძალიან სპონტანური იყო ეს გადაწყვეტილება, გამოეყენებიათ ესეთი ტიპის საავიაციო აპარატი B2, რომელიც არის მართლა შეუდარებელი მსოფლიოში და ატარებს მხოლოდ იმ კლასის ბომბებს, რომელსაც შეუძლია მიწისქვეშა ბუნკერები გაანადგუროს. მე არ მგონია, რომ ამითი თუნდაც ირანის ატომურ პოტენციალს მიაყენეს სრული განადგურებითი მასშტაბი, ეს არავინ არ იცის. და ავიცი, ამას დრო გვიჩვენებს და გამოჩნდება, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამითი ისრაელის და ირანის კონფლიქტი არ დასრულდება, მაგრამ ის ზარალი, რაც ორივე სახელმწიფო მიიღო ამ ურთიერთშეტაკებისთვის, ცხადად ყოფს ამ მასშტაბს, ამ ეკონომიკური ზარალის და მით უმეტეს ადამიანებია დახოცილი, როდესაც ადამიანები იხოცებიან, იქ ეკონომიკაზე ნაკლებად ლაპარაკობენ, მე ცოცხლებს ადარდებთ, თორე ის ფუძრებს აღარ ადარდებთ მე. აი ამის თქმა მინდოდა მე და ამას უნდა ყურადღების მიქცევა. ხა ვეკითხები იმ ხალხს, ვისაც უნდა ამერიკის ბაზები საქართველოში. შეხედეთ რა მოხდა ერაყში, შეხედეთ რა მოხდა სპარსეთის ყურეში.
საერთოდ არ შეკითხია ირანი არავის, აი ისა შენ ცალკე სუვერენული სახელმწიფო ხარ და უნდა დაგბომბო. პირდაპირ გაუშვა ბალისტიკური რაკეტები. აი რო ყოფილიყო ჩვენთანაც ამერიკის ბაზები, ასე გამოუშვებდა ჩვენთანაც ბომბებს. ამიტომ უნდა იფიქროთ სოფლიოში რა ხდება. არა ბიძინა ივანიშვილის ეგურებ კი არ უნდა იფიქროთ, ზოგადად უნდა იფიქროთ და გონებრივად უნდა იფიქროთ. შვიდობა მოგცეთ უფალმა ყველას, ისრაელშიც, ირანშიც და სრულიად მსოფლიოშიც და რა თქმა უნდა საქართველოშიც. გმადლობთ.